მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ჩავწერთ ერთ პირველ ეპიზოდს, რომელიც შეეხება GPS და GNS სისტემებს და ამისთვის მე მოვიწვევთ ხოლმე ჩემს მეგობარს ნიკოლოზ ჭეიშვილს, კომპანია Geo Instrumentis თანადამფუძნებელს, რომელთანაც გვექნება ძალიან საინტერესო საუბარი GNS სისტემებზე და GPS სისტემებზე. ნიკოლოზ, მოგესალმები, როგორ ხარ? მოგესალმები გიგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგად, თქვენ როგორ ახართ? კარგად, მადლობა. იცი რომ ჩვენ ჯგუფი გვაქვს გეოდეზიის, შენც ხარ იქ და გვინდა რომ ჩვენ დამწყებ გეოდეზისტებს და სტუდენტებისთვის ჩავწეროთ ესეთი ინტერვიუს სახე მივცეთ, ასე ვთქვათ, ან შემეცნებითი ვიდეო, სადაც ვისაუბრებთ GPS სისტემებზე, GNS სისტემებზე, რა არის, რით განსხვავდება ერთმანეთისგან, საქართველოსთან მიმართებაში როგორი გამოწვევები გვაქვს და რისთვის არის საჭირო, რა ბენეფიტები მოაქვს, ასე ვთქვათ, GPS სისტემებს ობიექტზე, გეოდეზიაში, სამშენებლო ობიექტზე და ზოგადად სამოქალაქო ცხოვრებაში. ხო, რომ წარმოგვიდგინო შენი თავი და Geo Instrumenti რას აკეთებს, როდის დაფუძნდა და მე ვიცი რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ თქვენ უკვე თბილისის გენერალური გეგმის განვითარებაში და ასე შემდეგ რა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ესეთი ნდობისთვის. იმედია რომ გამოგვივა საინტერესო საუბრები. ეხლა ძალიან მოდაშია პოდკასტი, ეს დავარქვით შეგვიძლია. კი. რა ვიცი, შევეცდები რომ მაქსიმალურად გასაგებენაზე, ყველასთვის გასაგებენაზე, არა მაღალფარდოვანი სიტყვებით აუხსნათ, ვისაუბროთ და ალბათ თუ ერთი-ორი ადამიანი მაინც ამით დაინტერესდება და რაღაცა სრული გაუჩნდება, რომ უფრო დეტალებზე ჩავედეთ და უფრო დეტალებზე ვისაუბროთ, მე მაგალითად მოხარული ვიქნები და მზად ვარ, რომ ყველას რა თქმა უნდა უსასყიდლოდ გაუზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება. თვითონ რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, კომპანია Geo Instrumenti დაარსდა 2015 წელს. ჩვენი კომპანია არის საქართველოში იმპორტიორი გეოდეზიური, მაღალი ხარისხის გეოდეზიური და საკვლევსაძიებო ხელსაწყოებისა და ვახორციელებთ საქართველოში გაყიდვებს ამ აპარატურის არა მარტო გაყიდვებს, არამედ შესწავლა გადამზადება და გაყიდვებს რა თქმა უნდა და თუმცა ჩვენ გამოცდილება უფრო მეტი გვაქვს 2010 წლიდან დავიწყეთ ჩვენ პროდუქციის იმპორტი, მაგრამ შემდგომ ერთი კომპანიით იყო რომელიც ასრულებდა როგორც მომსახურებას, ასევე ამ აპარატურის გაყიდვით იყო დაკავებული და ამიტომ ჩვენ გავმიჯდეთ ეს ორი კომპანია. ერთი კომპანია დარჩა ისევე როგორც ამ სფეროში ერთ-ერთი მომსახურე კომპანია და მეორე კომპანიით ანუ Geo Instrumenti გადავიდა მთლიანად Geo Instrumenti-თან მთლიანად დაუთმო აი ამ ბიზნესს თანამედროვე გეოდეზიური აპარატურის იმპორტი და გაყიდვა. რაც შეეხება ანუ თვითონ ჩვენ კომპანიას მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ორიენტირებული რომ ხოლმე გავყიდოთ. ჩვენ აუცილებლად ვცდილობთ რომ პირველ რიგში კლიენტს რა მოთხოვნაც აქვს, იმაზე მორგებული აპარატურა შევთავაზოთ, აუცილებლად მოვახდინოთ მისი გადატრეინინგება და მუდმივად, ანუ უწყვეტად მოვახდინოთ თუ საჭიროებას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ამ კლიენტის, ვინც ჩვენ გვიცნობს, ალბათ ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე 2010 წელს გაყიდული აპარატურისაც თუ რამე მომსახურება ჭირდება, დღემდე უწევთ უფასო კონსულტაციებს და მაქსიმალურად და მე ვიცი რომ თქვენ სერვისიც გაქვთ, ხო? დაზიანებული ინსტრუმენტების აღდგენის, როგორც მახსოვს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სერვისი, ისე არც გამოდის სხვანაირად, არის რაღაცა პრობლემები, რომლებსაც ადგილზე ვჭრით, ადგილზე ვაკეთებთ. მაგრამ არის რაღაცები, რასაც უკვე ჩვენ წარმოებლებთან ვაგზავნით და იქ ხარხნულად ხდება აღდგენა ან შეკეთება, ასე შემდეგ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ
თქვათ ობიექტზე ხან ინსტრუმენტი წაიქცევა ან რაღაცა დაზიანება აქვს ხოლმე და სერვისები აუცილებელია. ჩვენ ჯგუფში ძალიან ხშირად კითხულობენ ხოლმე, აი თქვათ სხვადასხვა ინსტრუმენტზე ეს სერვისი სად შეიძლება თქვათ შევაკეთოთ ინსტრუმენტები და ასე შემდეგ რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის მომხმარებლებისთვის რა. კი ბატონო. რახან თქვენ აღნიშნეთ, რომ არა მარტო თქვათ რაღაც პროდუქტებზე ვილაპარაკებთ, არამედ იმ ხარვეზებზეც, რაც ჩვენ აჰა. ქვეყანაში არსებობს. ერთი მინდა აღვნიშნო გულდაწყვეტით, რომ მე მგონი მარტო ჩვენ ვართ საქართველოს დარჩენილი, სადაც სრულყოფილი სერვის ცენტრი არ არსებობს სამწუხაროდ. აი ესეთი რომ ყველა ნებისმიერ აპარატურას ადგილზე მაქსიმალურად მოემსახურება. გვაქვს ჩვენ, გვაქვს სხვადასხვა კომპანიებს კი, თავთავისი კი, ეს ეგრე არის გრო ხოლმე, კი. პატარ-პატარა, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი სერვის ცენტრი სამწუხაროდ და ჩვენც ყველას ხშირად გვიწევს ხოლმე თუ ისეთი ცოტა მძიმე დაზიანება უკვე გაგზავნა მწარმოებლებთან. ეს კი, პრობლემაა სამწუხაროდ ეგ. ნამდვილად და ამის გამოსწორება მაღალ ტექნოლოგიური აპარატების შემთხვევებში ხშირად არის ხოლმე ხო ეგეთი ის, რომ სხვაგან გიწევს გაგზავნა, მე უნდა ელოდოთ ვეობით და ასე შემდეგ რა. სამწუხაროდ კი კი, არის კი, ეს კი. სამწუხარო შედეგები და ამიტომ ამბობ, ეს დიდი პრობლემაა და ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. იმედია, ეს რომ ხდება. გამოსწორდება ეგ ამბავი. იმედი მაქვს. იმედი გვაქვს, თუმცა ამასაც თავის მიზეზები აქვს. საერთოდ ყველაფერი ხო კომერციალიზაციასთან არის აჰა. დაკავშირებული ხო და შესაბამისად აქ როდესაც არ არის მუდმივი მოთხოვნა, ვთქვათ, სერტიფიცირებაზე, კალიბრაციებზე და ასე შემდეგ, ამიტომაც აჰა. კომპანიები ვერ დებენ, იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან დიდი თანხები ჭირდება და საკმაოდ ღირებული არის ეს ყველაფერი და უნდა ჩაიდოს დიდი თანხები, მაგრამ ამოგებას როცა ხედავ, როცა ვერ ხედავ კომერციალიზაცია, ამიტომ აღარ გამოდის სამწუხაროდ. ანუ აქვს თავისი ბექგრაუნდი, მიზეზები. რატომაც არ ხდება ამისი განხორციელება. მიზეზები, კი, კი, კი. სამწუხაროდ ეგრე. ნუ ხო, მეც ვიცი რომ მხოლოდ საერთაშორისო პროექტები რაც არის, მაგაზე ითხოვენ ხოლმე ძირითადად შემთხვევაში ამ შემოწმებებს და სერტიფიკატებს და ეს რაღაცებს რა და კი ბატონო. მეც გონია შემთხვევები რა მაგაზე. და იმედი მაქვს რომ გამოსწორდება შესაბამისი ორგანოები მაგაზე იზრუნებენ ასე ვთქვათ რა და რა ვნახოთ აი თქვენ ვიცი რომ ჩვენი კომპანია ასევე ცდილობს, რომ გარდა იმისა, რომ ვისთანაც გვაქვს ჩვენ დამყარებული თქვათ კავშირები და რა აპარატურასაც თქვათ ყიდით ხო საქართველოში, ასევე ვცდილობთ, რომ საინტერესო სფეროები, საინტერესო კომპანიები შემოიყვანოს ქართულ ბაზარზე. აი მაგალითად 2 წელია რა ჩვენ შემოვიყვანეთ, ესეთი არის Radio Detection-ი არის, ესეთი ძალიან ცნობილი კომპანია, რომელიც აწარმოებს საკლებს საძიებო საკომუნიკაციო გეორადარებს და ასე შემდეგ აჰა. სისტემებს და ეს ჩვენ მეორე წელია რა შემოვიყვანეთ ეს კომპანია ბაზარზე და კარგი იქნება თუ სხვა კომპანიები შეეცდებიან რომ აი ესეთი მაღალი კვალიფიციური და უცხოური კომპანიები შემოიყვანონ საქართველოს ბაზარზე რომ კონკურენციაც მაღალი იყოს და თქვათ სამუშაოების შესრულების თვალსაზრისითაც რომ უფრო წინ წავიდეთ. ჩვენიერ ნიკოლოზ იცი რა მაინტერესებს აი მაგალითად თუ არის ხოლმე კონფერენციები ან ამ თემაზე საქართველოში ან თქვათ პრეზენტაციები სამინისტროებში აი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მერიაში თქვათ იუსტიციის მე ვიცი რომ თქვენ ტენდერი მოიგეთ იუსტიციის სახლს მიაწოდეთ GPS-ები ხო ესეა კი ბატონო, ანუ ნახეთ როგორ არის ჩვენმა კომპანიამ დღეს ყველაზე მასშტაბური სამზოლო პროექტი რაც საქართველოს ხორციელდება ეს არის სისტემური რეგისტრაცია სადაც მილიონობით ნაკვეთი აიზომა ხო შესაბამისად კი ჩვენ მივაწოდეთ მათ აპარატურა ანუ დაახლოებით 90% ჩვენი აპარატურით Stonex აპარატურით იზომება ეს მიწები თუმცა რაც შეეხება პრეზენტაციებს, რაც შეეხება ეს ვორქშოპებს და ისა ამაში ცოტა მოვიკოჭრებთ. არის რა თქმა უნდა ძალიან იშვიათად არის თქვა მაგათად გის კონფერენცია ტარდება ხოლმე წელიწადში ერთხელ და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გავიტანო ეს სფერო და ერთი პრეზენტაცია მაინც წარვადგინოთ თითქმის ყოველ წელს ვახერხებთ ამას. თუმცა ძალიან მცირეა და ძალიან მწირია რა. მე ვისურვებდი მაგათად მეტად მეტი კონფერენცია იყოს, მეტი თქვათ ვორქშოპი იყოს და უფრო საინტერესო იქნებოდა, ხო?
ეს კი, გის სხვადასხვა გის სისტემებზე მინდა რომ ბატონი ზურალაუშვილი დავუპატიჟე ჩვენთან და ვისაუბროთ მაგაზეც რა ძალიან საინტერესო ადამიანია და ძალიან კარგი ძალიან პიროვნებაა და უდაოდ დიდი პროფესიონალია და მაგაზე მინდა რომ ძალიან დავასაუბრო მაგაზეც რა. დიდი პატივი არის ბატონ ზურას ცნობა და მეგობრობა კი, და ნამდვილად. სასიამოვნო ნამდვილად. ადამიანია და არაჩვეულებრივი პროფესიონალი რა თქმა უნდა. კი, მქონდა სასიამოვნო იქნება ბედნიერება და მემუშავა საინტერესო ხალხთან. იქნება მოწვევა, კი. კი, ნამდვილად. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ამბავს კიდე მინდოდა სანამ ამ GPS სისტემებზე გადავიდოდით და მე კიდე შევეხებით სიზუსტეებზე მინდოდა საუბარი იმ სიზუსტეებზე რაც თქვენ მიაწოდეთ თქვათ იუსტიციის სახლს რა ის სისტემური რეგისტრაციებზე რაც მიდის რა იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ადრე ჩატარდა პირველი ჩატარდა თქვათ 90-იანებში მე კიდე ჩატარდა აი 2003 წლის მერე მახსოვს რომ ჩატარდა ეს მთლიანი აზომვები, საკადასტროები და ეხლა კიდე თავიდან იწყება და მე როგორც ვიცი ეს შეეხება სიზუსტეებს, ანუ გაუმჯობესდა სიზუსტეები ამ საკადასტროების, ხო ეგრეა? ნახეთ როგორ არის რამოდენიმე გადაფარვებული იყო რა. კი რამოდენიმე საერთაშორისო პროექტი იყო ესე აჰა. თქვა თანმიმდევრობით თუ დავიწყებ დაიწყო პირველი USAID-ის პროექტი იყო მერე იყო კი, მსოფლიო მახსოვს. ბანკის პროექტი მერე იყო KFS პროექტი და ეხლაც ეს მსოფლიო ბანკის პროექტია მე გეტყვით რომ მაგალითად KFS პროექტში თავად ვიღებდი მონაწილეობას და აჰა. ვიყავი მონაცემთა მიღების და გადამუშავების და შემოწმების ცენტრის ხელმძღვანელი და ძალიან მაღალი სისტემით კეთდებოდა მაშინაც ეს აზომით სამუშაოები თუმცა მაშინ არ იყო კორსის ქსელი ეგრეთ წოდებული რეფერენს ადგილები მოქმედი რეფერენს ადგილები რაზეც ალბათ ვილაპარაკებ ჩვენ ამ კი, აუცილებლად. და ბაზაროვერით ხდებოდა მთლიანად მთელი ტერიტორიებზე ნაკვეთების აზომა თუმცა მე ვიტყვი ერთ რამეს რომ მაშინ სამწუხაროდ ძალიან ძლიერი პროექტი და ძალიან დიდი მონაცემები შეგროვდა და ძალიან მაგარი მონაცემები შეგროვდა მაგრამ სახელმწიფო არ იყო სამწუხაროდ მზად რომ აი ეს მონაცემები ამხელა მონაცემები იყო და თქვათ დამუშავებაში რატო თქვა ბაზები არ იყო აი ვერ შეიქმნა ეს იყო ეს პროექტი დაიწყო 99 წელს დაიწყო აჰა და 2003 წელს დასრულდა და მაშინ ძალიან სუსტი იყო სახელმწიფო და მახსოვს სახელმწიფო ეგრე სტრუქტურები ძალიან სუსტი იყო ფაქტიურად არაფერი არ ქონდათ რომ აი ჩვენ რომ მონაცემები მივეცით სად განეთავსებინათ იმის საშუალებაც კი არ ქონდათ და ამიტომ იყო პროექტი მაგრამ სახელმწიფო იყო სუსტი და დღეს სახელმწიფო ძლიერია და შესაბამისად ინფრასტრუქტურულადაც ძალიან ძლიერია და შესაბამისად უკვე ნებისმიერი დიდი მონაცემების გადამუშავება და დამუშავება და რა თქმა უნდა თან ტექნოლოგიები განვითარებულია ბევრად ახლა კი იმასთან ბატონო რა თქმა უნდა რა თქმა უნდა კი ბატონო გეთანხმები მაგრამ მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ ძირითად თემაზე რა არის GPS-ი GPS და GNS სისტემები რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და როგორ მუშაობს ეს სისტემები ჩვენს რეალობაში კი ბატონო რაც შეეხება GPS და GNSS-ის სხვაობას დღეს ფაქტიურად ეს ერთმანეთში ძალიან ალეულია მათი განსხვავებები ოფიციალურადაც გინდა და არაოფიციალურადაც ხო უკვე ხშირად იხმარება GPS-ი თუმცა GPS-ი საერთოდ მოდის როგორც მოგეხსენებათ პირველი რაც ეს სისტემა გაუშვა ამერიკამ შეერთებულმა შტატებმა და ასე ერქვა GNSS ისა Navstar GPS-ი უკაცრავად Navstar GPS და აი ამ Navstar GPS-იდან მოდის უკვე ყველა მოწყობილობაზე GPS-ი და ზოგი უკვე ოფიციალურადაც ხმარობს ამას ზოგი არაოფიციალურადაც თუმცა GNSS-ი თვითონ რას წარმოადგენს GNSS-ი ეს არის Global Navigation Satellite System, ანუ გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემა, ხო? რაც მოიცავს, ეს მოიცავს დედამიწის ირგვლივ ბრუნავი თანამგზავრების თანავარსკვლავედს და ხმელეთზე არსებული როგორც საბაზისო, ასევე საროვერო სისტემებს, ხო? უფრო კარგი და თვალნათელი რო იყოს მე ახლა გავაზიარებ ეკრანს კი, კარგი იქნება. თვალსაჩინო იყოს და
და უფრო ზუსტად რო ავხსნათ, კი. ხო, უფრო გაზიარდა, ხო? კი, ჩანს ყველაფერი. გაზი. ხო, უფრო ზუსტად რო ავხსნათ, ისე იგი იმისთვის რომ ჩვენი ადგილმდებარეობის ზუსტი ლოკაცია მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მინიმუმ 4 სატელიტი, სატელიტი თანამგზავრი. თანამგზავრი, ხო. აი რუკაზე თქვენ ხედავთ როგორ ქმნის ეს თანამგზავრები წრეებს და ამ წრეების გადაკვეთით იქნება ეს ჩვენი ლოკაციის დადგენა. შესაბამისად როდესაც ესე იგი რადიოს სიგნალი იგზავნება მუდმივი ერთი და იგივე სიჩქარით, ხო, თანამგზავრიდან. აჰა. შესაბამისად მოწყობილობა უკვე ადგენს, ჩვენი მოწყობილობა დედამიწაზე, ხო, უკვე ადგენს, რამდენ ხანში მოვიდა სიგნალი თითოეული თანამგზავრი. სატელიტი, თანამგზავრი, კი. და ეს ნიშნავს, რომ ესე იგი მას შეუძლია გამოთვალოს უკვე მანძილი, ხო? ასევე პოზიციის გამოთვლისთვის საჭიროა ბევრი მინიმუმ 4 თანამგზავრი, აქედან 3 უკვე ვიც აი სურათზე ასახულია რა რისთვისაც რა არის საჭირო, როგორ რომ ეს წრეების მუშაობს? გადაკვეთით როგორ მუშაობს, კი ბატონო, და მეოთხე უკვე მეოთხე კი უკვე განსაზღვრავს სიზუსტეებზია კი ბატონო, ანუ რო დააზუსტოს, ხო, ამიტომ მეოთხე ჭირდება უკვე ზუსტი დრო, ანუ დროის მაჩვენებელი. გამომხდენია და ხო, ამისთვის საჭიროა რომ მაღალი სუსტე რომ მივიღოთ, ამიტომ საჭიროა ეს მინიმუმ 4 თანამგზავრი. თუმცა რაც უფრო მეტია თანამგზავრები, მით უკეთესია მით უფრო მაღალია სიზუსტე. მით უფრო მაღალია სიზუსტე. და დღეს ხო პირველად ეს სად შეიქმნა ხო პირველად ეს შეიქმნა 60-იან წლებში ჯერ კიდევ შეერთებული შტატები იყენებდა სამხედრო დანიშნულებით და სანაოსნო ანუ საზღვაო ფლოტის საზღვაო სანაოსნო მიმართულებით კი ბატონო ნავიგაციის. შემდგომ 70-იან წლებში უკვე მიიღო გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა რომ თლიანად გაუშვას ეს სატელიტური სისტემები და მოიხმაროს ეს სამხედრო სამოქალაქო მოხმარებაში. სამხედრო კუთხით სამხედრო. შემდგომ ხო 80-იან წლებში გაუშვა 24 სატელიტისგან შემდგარი თანავარსკვლავედი გაუშვა 80-იან რომელიც წლებში ქონდა 24 სატელიტი ცაზე. ნუ მგონი სხვასაც ქონდა მაგ დროისთვის უკვე თუ არა, ნახეთ როგორ მე 90-იან წლებში უკვე გააუქმა ის შეფერხება, რაც იძლეოდა სიზუსტეს და ამისთვის უკვე სამოქალაქო დანიშნულებითაც შესაძლებელი გახდა რომ გამოყენებული ყოფილიყო ეს სატელიტები და აი მხოლოდ მას შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებმაც ადგენენ და გააკეთეს თავისი გლობალური ეს სანავიგაციო სისტემები პირველი იყო რა თქმა უნდა რუსეთი არ ჩამორჩებოდა ეს იყო გლონასი შემდგომ ევროპამ გააკეთა გალილეო და ნუ ჩინეთმა ბეიდოუ ეს 4 ძირითადი ეს სისტემებია დღეს რაც სოფლიოშია ძირითადი თუმცა ლოკალურად სხვა ქვეყნებსაც აქვს როგორც იაპონიას, ირანს და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჩვენ რასაც მუშაობთ ახლა მე ხო აქ მუშაობ იტალიაში და ძირითადად მუშაობთ გლონასზე და გალილეოს. გლონასი გალილეო. კი. GPS-ი არა? GPS-ი აი როგორ არის, იცი? კი, GPS-იც იჭერს თავისთავად ახლა როცა GPS-ი ხო ხედავთ რა სატელიტები შემოდის და ძირითადი არის მაინც გლონასი და გალილეო. თუმცა GPS-ებიც ყო არის რა. აი თქვა თუ ვიჭერთ ამასინად ნახე 48 სატელიტიდან მხოლოდ 4 იყო GPS დანარჩენი იყო ისინი გლონასი და ისა. გასაგებია. ხო, გალილეო. ეხლა თანამედროვე GPS-ები, ანუ GNSS-ები, ხო, ეს მიმღებები აღჭურვილია უკვე მულტი თანავარსკვლავების ხარდაჭერით და შესაბამისად შეუძლია როგორ GPS-ი, ასევე GLONASS, Galileo, Beidou და რაც უფრო მეტი სატელიტიდან მიიღებს ინფორმაციას, მით უფრო მაღალი სიუსტის არის ის GPS. GPS. ის მონაცემი. კი ბატონო, შვენიერი, ძალიან კარგი.
ეხლა თქვათ ჩვენ როგორი სიტუაცია გვაქვს საქართველოს, აი მაგალითს მოვიყვან. მაგალითად მე სადაც მუშაობ, ბოლო 3 წელია ვერონაში და ვიჩენცაში, სადაც ვაკეთებთ რკინიგზას, ახალ რკინიგზის ხაზი გაყავს. მან ძალიან ხშირად მუშაობთ GPS-ებით და გვაქვს ჩვენი ბაზები, საბაზისოები, რასაც ვებმებით თქვათ რა, როგორც ჩვენთან არის ჯეოკორსი, ისი არის აქ სხვადასხვა, ოღონდ არის დაახლოებით მე რაც დავთვალე 7, მე რაც ვიცი. აი 7 სრულიად სხვადასხვა ისინია, რა ქვია, საბაზისო მის რეფერენსები, როგორ მიბმის ქსელები რა. ბატონო. და ჩვენთან არის მხოლოდ ერთი. ამ საქართველოში გვაქვს მხოლოდ ერთი ჯეოკორსი. და ნუ საბედნიეროდ თუ როგორც უფასოა ეს ჯეოკორსი. აქამდე ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს რომ უფასო იყო. თითქოს იძახდნენ რომ ფასიანი ხდებოდა, თუმცა როგორც ვიცი აქამდე არის უფასო. როგორ არის ახლა ეგ ამბები, შენ თუ გაქვს ინფორმაცია და არის თუ არა, თქვათ იგეგმება თუ არა შენ ინფორმაციით სხვა ქსელის შემოსვლა ასე რა. და რა სიზუსტედ გვაძლევს ეს ჩვენი ჯეოკორსი რა? იმიტომ რომ ეხლა ჩვენგან აქ ამისგან განსხვავებით, ახლა იტალიის მაგალითი რაც ვიცი მე, არის როგორ, რომელიც არის სახელმწიფო და არის სახელმწიფოც ფასიანია სხვათა შორის რა. სახელმწიფოც ფასიანია და არის კერძო კომპანიები, მაგალითად ტრიმბლს აქვს თავისი, ლეიკას აქვს თავისი რა. და არის კიდე სხვა ისინი, აი სტონექს აქვს თავისი რა, მაგალითად თავისი ბაზები აქვს, თავისი ქსელი აქვს და შეგიძლია თვეში რაღაც ან წელიწადში რაღაც იყიდო პაკეტი და მუდმივად კონტესტად თქვა სიზუსტე აქვს რაღაც კონკრეტული სიზუსტეები. და ყველაზე იაფიანი არის სახელმწიფოსი, მაგრამ ჩვენთან არის ერთი, არის სახელმწიფოსი და არის უფასო. და რა სიზუსტე აქვს თქვა იმასთან შედარებით, რაც მაგალითად კერძო კომპანია, თქვენმა კომპანიამ რო შემოიტანოს და თქვა თავის ქსელი გააკეთოს. კი ბატონო, მოგახსენეთ. საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს როგორც თქვენ აღნიშნეთ ერთი ჯეოკორსი, ანუ მუდმივ მოქმედი რეფერენს სადგურები. ერთი ჯეოკორსი, რომელსაც მართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და არის უფასო. 2011 წლიდან მუშაობს თუ არ ვცდები, 2011 წლიდან დაინერგა. არის 30 სადგური, აქედან 7 არის A კლასის და დანარჩენი არის B კლასის. ანუ A კლასი უფრო მაღალი სისტემის. მაღალი სისტემაა. ხო. ეს A კლასი და B კლასი რაზე რით რა განაპირობებს ამას? თვითონ მიმღებებზე არის ბაზები. მიმღებების უფრო მაღალი სისტემის ის არის, ხო, თვითონ სადგურები. ნახეთ როგორ არის მიმღებები ერთია და პლუს თვითონ კორსსადგური შედგება არა მარტო მიმღებისგან, არამედ შოქრენჯ ანტენები არის, ესეთი მრგვალი ანტენები თუ იცით, თვითონ ის ანტენაც ძალიან მაღალი სისტემის უნდა იყოს. ანუ აი ეს ერთობლივად უნდა ქნიდეს მაღალს და თვითონ სტაციონარიც უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურ გარემო პირობებში. გარემო პირობებში. ხო, ანუ მაგით განისაზღვრება სიზუსტეები და შესაბამისად საქართველოს ძალიან მთაგორიანი არის, მოგეხსენებათ, ხო? ჩვენ შეიძლება გქონდეს შეხება ამ დაბრკოლებებს და ასე შემდეგ და ამას ვისაუბროთ თქვა შემდგომს, მაგრამ საქართველოს საკმაოდ მთაგორიანი არის და შესაბამისად 30 სადგური ჩემისაზე ცოტაა საქართველოს, უფრო მეტი სადგური უნდა იყოს. არის საქართველოს სამწუხაროდ ადგილები, სადაც ხელმიწვდომობა არ არის კორსთან, ან კორსის ქსელი ვერ ვრცელდება, ან თქვათ ინტერნეტ დაფარულობა არ აქვს, ან სადგური არ არის რა. ხო, სადგური არ არის, ან ინტერნეტ დაფარულობა არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ ეს კორსი არის network, ანუ ქსელური და ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით, ხო?
კი, აა სხვადასხვა ჩვენ რაჭაში მქონდა მე პირადად პრობლემა. აი, რაჭის გზას ვაკეთებდით. საერთოდ არ იყო არანაირი დაფარვის ზონა არ ბატონო. ქონდა, აბსოლუტურად არც ინტერნეტი იყო, არც ბაზები იდგა, არაფერი არ გქონდა მან და ფაქტიურად ეს ბრმად ვაკეთებდით ყველაფერს. თუმცა მე რო გავიყვანეთ რაღაც დონეზე გზა რო გავიყვანეთ, იქ ამოვიდა მე წელები დააყენეს ინტერნეტი და მე უკვე კი ბატონო. გასწორდა ხო, რა. ეგ ის შემთხვევა, როდესაც ინტერნეტის არ ქონება უფრო არის ხო, პრობლემა, ვიდრე ვიდრე ბაზის. ვთქვათ კორსის გავრცელების კი, საერთოდ მიღებულია, რომ კორსსადგურები ესეა მიღებული, რომ ნუ დაახლოებით 20-25 კილომეტრის დაფარვის რადიუსის. დილებზე უნდა იყოს ესე განლაგებული. ნუ უფრო მეტი შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ დაახლოებით ესეა მიღებული, რომ სიზუსტისთვის ეს მანძილები უნდა იყოს, ხო? აჰა. და არის უფასო, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ თქვით და კარგია კი, თქვათ, ყველასთვის კარგია, რომ უფასოა და ეხლა ხმარო ჩვენ ყველანი კი, რა თქმა მომხმარებლები უნდა. ვართ ჯიოკორსის, ხო, მაგრამ უფასო მეორე მხრივ ცუდია იმითი, რომ სხვა უკვე ვთქვათ, ხო, კომპანიები აღარ დებენ ამაში ფულს, არ შემოდიან და არაკეთებენ Excel-ს და ვართ ალტერნატივ. თლიანად ჩამოკიდებული როდესაც სახელმწიფო. საერთოდ ეხლა კიდე მოგეხსენებათ, როცა არ არის კონკურენცია, როცა არ არის ალტერნატიული ქსელი, ხო? იქ აჰა. ხარისხი თლად კარგი და სახარბიელო შეიძლება ვერ იყოს, ხო? რა ეს თქმა უნდა. რა თქმა ელემენტარულია უნდა. და არის თქვა გათიშვები, ხო, გაიჩშა ქსელი, ალტერნატიული არ არსებობს რა. ყველა დგას და ელოდება, როდის ჩაერთვება ისევე ეს ქსელი. ხო, კი, ნუ ბატონო. სამწუხაროდ ესე არის. ყველგან ხდება რაღაცა, ხო? თუ იქნებოდა ალტერნატიული საშუალება, თქვა უცბად გადაერთვებოდი სხვაგან და რაღაცა და შეიძლება ვიღაცას თქვა ფულის გადახდაც ერჩივნოს იმაში, რომ თქვა სხვა ქსელი იყოს, მაგრამ ისევე მივდივართ იმ კომერციალიზაციაზე და რახან უკუგებას ვერ ხედავს კომპანიები, ამიტომ ვერ აყენებენ, თორე თქვა მაგალითად ჩვენც დიდი სიამოვნებით თქვა დავაყენებდით სადგურებს და გავავრცელებდით, მაგრამ ნუ უკუგება საკითხები დგას და შესაბამისად, ამიტომ ჩვენც და სხვა კომპანიებიც ალბათ ამიტომ არის გაჩერებული. თუმცა ინდივიდუალურად ვიღაცები ახლა რაღაცებს აყენებს თითო სადგური რაღაც, მაგრამ თითო სადგური ხო ეს მთელი ამისი ხიბლი რა არის, რომ ეს უნდა იყოს ქსელი და ეს რა ქსელი რა თქმა არის, უნდა. კიდე ერთმანეთს უნდა აწონასწორებდეს ეს სადგურებიც და მაღალი სიზუსტე უნდა იყოს რა თავისთავად. თქმა უნდა, კი. თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდი სიზუსტე არა აქვს ჯეოკურსს რა. ნუ ეხლა ხელშეკრულებაში რომ ჩავიხედო თქვა კორსთან ეხლა ამ ბოლო დროს აღარ ფორტდება ხელშეკრულება მაგრამ ადრე რო ფორტდებოდა ხელშეკრულება იქ რო ჩაგვეხედა თუ არ ვცდები თუ ლეხტერი არ ვღალატავს ანუ გეგმური სიზუსტე იყო ხო. 3 და 5 სანტიმეტრამდე თუ არ ვცდები ანუ ხელშეკრულებაში ეწერათ აჰა. და სიმაღლობრივი გეოიდიდან გამომდინარე თუ არ ვცდები 20 სანტიმეტრის 20 შუალედში სანტიმეტრიში. ეწერა თუ არ ვცდები რა შეიძლება აჰა. მეშლება და ამიტომ მაპატიოს ხო. ყველამ რაღაცა რაღაცა ესე მახსოვს სხვათა შორის კონკრეტულად რა მე მაგას ეგ ინსტრუმენტებზეც არის რა თვითონ ინსტრუმენტის მიღების სიხშირეები როგორია თქვა ანტენების და ასე შემდეგ ხა ჩვენ ჯგუფში ხშირად არის მაგაზე კამათი რომ სხვა ხა ბრენდებს არ დავასახელებ რა რომ ამის ბრენდს უფრო კარგი მიღება აქვს იმის ბრენდს უფრო კარგი მიღება აქვს და შენ რას ფიქრობ მაგაზე არის დამოკიდებული თქვა რა ანტენები აღენია ინსტრუმენტებზე იმიტომ რომ ეხლა ძალიან ხშირად არის კონკრეტულად შენზე კვალიფიციური ადამიანი არ ვიცი ვის მე კითხვა გეტყვით ეხლა საერთოდ როგორი რაღაცა იცი თანამედროვე GPS-ი ყველა არის მულტი მიმღებები აქვს ფუნქციური. ყველას ანუ ყველას აქვს მულტი თანავარსკვლავის მიღების საშუალება თუმცა სამწუხაროდ კორსი არ არის ყველგან მულტითანავარსკვლავედის კორსზე აა, ძირითადად არის დაყენებული GPS და GLONASS-ი და კი ბატონო. თითოეულ სადგურებზე არის გალილეოს ლიცენზია გააქტიურებული. ლიცენზია. შესაბამისად GPS, GLONASS და გალილეო. გალილეო თქვენთან თუ კარგად ვიშავ, საქართველოში მსვათ ისეთ სახარბიელო მონაცემები არ აქვს ვერ არის. გალილეოს მიმართებაში, ხო? თუმცა რომ აი ბეიდო რომ იყოს თუნდაც იქნებოდა არაჩვეულებრივი, უფრო მეტ სატელიტს მივიღებთ და
ამიტომ ახლა როცა ცოტათი ძველი თაობის GPS-ი გაქვს, ხო, იქ უფრო მიღება უფრო ჭირს შესაბამისად. როცა თანამედროვე GPS-ი გაქვს, თანამედროვე GPS-ებს მეტი სიხშირეც გახსნილი აქვს და უფრო აჰა. მეტი მონაცემიც მოდის შესაბამისად და ამიტომ უფრო სწრაფადაც იღებს და უფრო ესეთი არის რა და ამიტომ არის რომ სულ არის არაჩვენებელია, ხომ? კი. არაშენიჯობს და ასე შემდეგ რა. ნუ ეგ კი. სულ სხვათა შორის იქნება ალბათ. გალილეოზე გამახსენდა, აი მაგალითად ვერონაში მოგვივიდა მე და ჩემს კოლეგას ესეთი რაღაც GPS-თან დაკავშირებული, რომ მ, ქვაბულის ჭრის ისინი მივეცით სიმაღლეები GPS-ით რა, ახლა მიწის სამუშაოები იყო და მიწის სამუშაოებზე ძირითადად მუშაობთ ხოლმე რა, მაინც GPS-ით არ არის პრობლემა. თუ ბეტონის სამუშაოები არ არის, GPS-ით მუშაობთ ხოლმე და დილის 7 საათზე დავყვალეთ ადგილი, დაიწყეს ჭრა და საღამოს როცა მივედით, აი კოლები რო ჩავარჩეთ, დავამაგრეთ კარგად რა და საღამოს სადღაც 5 საათზე მივედით და სადღაც 10-12 სანტიმეტრი ქონდა სხვაობა რა. და მთლიან დავაბრალეთ სატელიტს. დავაბრალეთ სატელიტს. ჩვენთან სხვა დავაბრალეთ, მაგრამ ნუ ეგრე მოხდა მართლა რა და მე დიდხანს ვფიქრობდი რაში იყო საქმე და რავი, ალბათ მაგ მიღების სიხშირეებზე არის ხო საუბარი? კი ბატონო, ახლა გეტყვით, ნახეთ როგორ არის გიგა. საერთოდ სანამ როდესაც ორი GPS-ით გადიხარ, ერთმანეთში უნდა გადამოწყვეთ აჰა. ორივე GPS-ი, ერთნაირი მონაცემები უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეხლა როდესაც კორსით თქვენ მუშაობდით კორსის ქსელზე, ხო თუ ადგილობრივი სტაციონარი გედგათ არა, ბაზის სახით? ქსელზე კორსის ვმუშაობ. ქსელზე. კი. კი. კორსის ქსელი ხო, ნახეთ როგორ არის, არის ანუ კორექციას იღებს აჰა. ახლომდებარე სადგურიდან თუ სხვა სადგურიდან. სხვადასხვა სიზუსტის სადგურები თუა სხვადასხვა მონაცემს მოგცემს. ხო, ანუ ეგ მაგას უნდა მიექცეს მნიშვნელობა, თუ იმ დილით იღებდი თქვა ახლომდებარე სადგურიდან და საღამოს მიხვედით და სხვა სადგურიდან მიიღეთ, ეს უკვე ამან შეიძლება უკვე ცნობილება გამოიწვიოს. კი, ეგ ეს ძალიან რო საინტერესოა ვილაპარაკეთ სხვათა შორის. მანძილის, ეს რო ვილაპარაკეთ მანძილები რო ვილაპარაკეთ, ხო ეს აჰა. ბეიზლაინი რაც არის, ხო კი, მივღებსო და საბაზისოები. ანუ 20 კილომეტრი, 20 საბაზისო აჰა. ხაზი, 20 კილომეტრი, 25 კილომეტრი. ანუ როცა ახლომდებარე სადგურია, ეს უფრო სიზუსტე უფრო კარგია ხოლმე და როცა მაღალია, კი. უფრო სხვა სადგურიდან, თუმცა არის სხვა გადაწყვეტილება კიდევ თქვა ყველა სადგურ რაღაც სხვადასხვა სადგურებიდან მიიღოს და იმის გაწონასწორებული მოქცეს, ეგეთიც არის, ხო? ამიტომ ამ ნიუანსებს მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს ასევე დაბრკოლებები არსებობს. ამინდი ხო არ იყო გაუარესებული, ანუ თქვათ მაგალითად არის შემთხვევები, რომ აი цаრო გაშავდება და აი წვიმას რო აპირებს, ან იწვიმს და რაღაცა, ხო? მაგ შემთხვევაშიც არის, რომ აი შემდგომ გადაიღებს თქვათ, გახვალ აიღებ და შეიძლება და ცნობილება სუსხო მონაცემებია. კი, 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 იმიტომ რომ არის ჩვენ ეგეთი შემთხვევა. რო ავხსენით იმ სატელიტიდან წამოღებული ეს მონაცემი, ანუ ეს სიგნალი რომ მოდის, ეს ხო ზომავს ამ მანძილებს და იმებს, ხო? აი როგორც კი იქ რაღაცა პატარა შეფერხება იყო, ხო? აი ანუ იქ ატმოსფერო აფერხებს. ეგ მილიწამებზე არის უკვე ლაპარაკი. იქ ატმოსფერო უკვე სხვა აფერხებს, კი, კი. კი, არის ეგეთი კი, კი, შეფერხებები. კი. ამიტომ აი შეიძლება ზუსტად მივედით შეიძლება იყოს, ხო, ლოგიკურად. კი ბატონო, კი ბატონო. ლოგიკურად შემდეგ თემაზე მივედით. აი ჩვენს ახალგაზრდა და დამწყებ და ისედაც მომუშავებ გეოდეზისტებს და ბიჭებს და გოგოებს ვუთხრათ აი სად შეგვიძლია თქვა GPS-ით მუშაობა. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ჩვენს ჯგუფშიც და ზოგადად ჩვენს სფეროში ფოტოებით თერდება ხოლმე, ბევრი მაქვს ნანახი, მაგალითად კორპუსებზე მეხუთე სართულზე კოლონებს როგორ სვავენ GPS-ით რა, სტიკებით. ხო და აი მაგაზე რომ ვისაუბროთ, ცოტა ხიდების ბურჯებს სვავენ მაგალითად სახლის კორპუსის კოლონებს სვავენ, კიდე რავი რა მინახავს ბევრი ისეთი ადგილები, ისე ბეტონის სამუშაოებზე ხო მაგალითად თუნდაც ფუნდამენტის ჩასხმის იმებს კვალავენ ხოლმე რა. GPS-ით რა და
აი მაგაზე ვისაუბროთ, არის თუ არა რეკომენდებული და რა არ უნდა გააკეთოს გეოდეზისტმა GPS-ით. კი ბატონო. საერთოდ ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების დროს GPS გამოყენება ეს ნებადართულია და რეკომენდებულია და აუცილებელიც არის. აჰა. რა თქმა უნდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერს თავის ნორმა აქვს და თავის სტანდარტი აქვს, ხო? თავის სიზუსტე აქვს. საერთოდ როცა გეოდეზიაზე და აზონზე ვლაპარაკობთ, ყველაფერს თავის სიზუსტე აქვს, ხო? და რა თქმა უნდა. სიზუსტე განსაზღვრავს ყველაფერს, ხო? რა თქმა უნდა. შესაბამისად, თუ თქვათ თქვენ გაქვთ წინა სამშენებლო პროცედურა, თქვათ მიწის მოჭრა, ან თქვათ მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოები რაღაცა, რა პრობლემა არის იქ სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრის ხო, ცვლილება მისაღებია, ხო? რა თქმა და უნდა. შესაბამისად შეგიძლიათ რომ GPS-ი იმუშაოს. მაგრამ როდესაც ლაპარაკია თუნდაც კოლონის დასმაზე, რომ იქ უკვე ჩვენ გვჭირდება მილიმეტრული სიზუსტე, ხო და რა თქმა შესაბამისად უნდა. GPS-ი მილიმეტრულ სიზუსტეს კი უზრუნველყოფს, ანუ ეხლა რო ავიღოთ ნებისმიერი GPS-ის ბროშურა, შეგვიძლია წერია მილიმეტრული სიზუსტეები, რა თქმა უნდა, კი. ოღონდ ეს არის გარკვეულ პირობებში და გარკვეული მონაცემებით. ესე არ არის რომ იდეალურ შემთხვევაში შეიძლება რა იგივე. ხო, ეს არის 100%-იანი იდეალური შემთხვევა აღებული და კი ბატონო, რა თქმა უნდა, თუ თქვენ ის უზრუნველყოფს იქ 100% იდეალურ შემთხვევას მიიღებს ამ მილიმეტრულ სიზუსტეს, მაგრამ გამორიცხულია, იმიტომ რომ ჯერ ეს GPS-ია. აჰა. მეორეს ერთი იქ თარაზო არის. თარაზო მუშაობს, იქ GPS თავი გადახრა, გადმოხრა. რა ეს თქმა უნდა. ძალიან რთული არის. მიუხედავად GPS-ი იმისა, რომ ახლა შემოვიდა ახალი GPS-ი, რომელიც ითვლის მაგ გადახრას, თუმცა ჩვენ საუბრობთ სატელიტიდან მიღებული ინფორმაციები გადამუშავებული 1000 გზის და იქედან კიდე ჩვენ თუ მივიღებთ 2-3 სანტიმეტრს 1 სანტიმეტრი მე არც არ მივიღია, მაგრამ 2 სანტიმეტრს თუ მივიღებთ არის იდეალური. მე კი თუ ბატონო. მკითხავთ და კი რა ბატონო. შეეხება ახლა GPS-ით რა სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს, შეიძლება ჩატარდეს მიწის მოჭრის სამუშაოები, ისიც ვთქვათ, ეხლა მე აქ მაგალითად ჩვენ მანქანა მექანიზმებს ვტვირთავთ ხოლმე ფაილებს და GPS-ებზე გვაქვს ყველაფერი აწყობილი და 2-3 4 სანტიმეტრზე სერიოზული ისინი გვაქვს რა დავები. იმიტომ რომ ბაზები გვიდგას და ასე ვთქვათ ჩამოყვავს ეს სიზუსტეები. თუმცა 4-5 სანტიმეტრი ჩვენ იდეალურად მიგვაჩნია მიწის სამუშაოებზე რა და ისე რაც შეეხება ახლა მილსადენების ვთქვათ დასაკვალად კონტურების შენობის კონტურების დასაკვალად ეს სამუშაოებისთვის მე მგონი იდეალურია. კი, რა თქმა უნდა. თუ ხელი შემშლელი კიდევ მივედით იქ, თუ ხელი შემშლელი ფაქტორები არ აქვს ადგილზე, არ არის თქვათ მაღალი კორპუსები, არ არის თქვათ კლდოვანი გარემო, ხო? ან გატყევებული ტყეები და ასე შემდეგ, ბევრი ხეები და ასე შემდეგ, ხო? მაგალითად კაკალი განსაკუთრებით არ უყვარს GPS-ი. GPS და კაკალი ერთმანეთის მტრები ვერა, არის. ხო? ხო, ვერ იმაში ვერ ძოვენ ერთად ესე. ამ შემთხვევაში აი ის იმ ტიპის სამუშაოები, მიწის მოჭრის სამუშაოები იქნება თქვათ ღობის დასმის თქვათ სადღაც დაждდეს ღობე, როდესაც 1-2 სანტიმეტრი დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, მაგი რა თქმა უნდა. ჯერ საერთოდ საფუძველსაც ესე რომ თქვათ ნებისმიერ თქვათ ტაქეომეტრიული აგებისთვის საფუძველი GPS-ით უნდა დაждდეს, ხო? რა თქმა უნდა. კოორდინატ სისტემაში იყოს ეს და არ მოხდეს აცდენები, ხო? თავისთავად, მაგრამ არის რაღაც სამუშაოები, რაზეც უკვე უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული, თქვათ, ანტაქეომეტრი ან თქვათ, სხვა რამე საშუალება, ხო, უკვე ნიველირი ან რაღაც ესეთი. ბევრად მაღალი ინსტრუმენტები. ხო, ბევრად საერთოდ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ამ ქსელურ სისტემებზე, ხო? ანუ მუდმივ მოქმედ რეფერენს სადგურზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ იქიდან წამოსული სიგნალი მოდის ესეც ინტერნეტით. იქაც თუ რაღაც შეფერხება მოხდა. იქაც დაიგვიანა რაღაცა, ხო? რა არის საერთოდ? აი ბაზას და როვერ შორის განსხვავება რა არის? ბაზა არის მუდმივად მდგარი სადგური. ეს შეიძლება იყოს როგორც კორსი, ხო, თქვათ როგორც საქართველოში არის სხვადასხვა ბევრი სადგურებისგან შემდგარი, ასევე შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ხო, მეორე GNSS მიმღები, რომელიც მუდმივად დგას ცნობილ წერტილზე უძრავად. კი ბატონო.
მან იცის როგორც თავისი ზუსტი კოორდინატები ის შეყავს ხელით, რომ აი ეს არის მაგის ზუსტი კოორდინატები, ასევე სატელიტიდან მიღებული მონაცემები. ხო და აი ამ სატელიტიდან მიღებული მონაცემებს და ზუსტ კოორდინატებს შორის სხვაობა გამოთვალა და ეს სხვაობა გააგზავნა როვერთან. როვერმა როვერსთან. მიიღო სატელიტიდან მონაცემები, თავის მონაცემები იცის, სატელიტის მონაცემები იცის უკვე და აი ამ ბაზიდან გაგზავნილი აი ეს კორექციაც მიიღო და იმანაც თავისი მონაცემები დააკორექტირა. ხო, კი. შესაბამისად თუ ჩვენ როვერით მუშაობთ, ხო, აუცილებლად რაღაცა მესამე, აი აქაც ტრიანგულაცია, აქაც სამკუთხედია, მესამე წყაროსთან უნდა გქონდეს აუცილებლად კავშირი, რომ კორექცია მივიღოთ იქიდან. დასაზუსტება, ხო, მაღალი კორექცია. სივრცე არ გვექნება და აი ეს მონაცემების გადაცემა რითი ხდება? ხდება ან ინტერნეტის საშუალებით, აჰა. ხო, აი როგორც ჩვენ კორს შემთხვევაშია და ან რადიო საშუალებით, ხო? რადიო საშუალებით ხო, გადაცემული აი იცით რო მონაცემები ავხსნათ რა, კი, კი როგორ ბატონო, აი არის real time კინემატი, ხომ RTK კი, გადაწყვეტილება ესეთი. ხო, ეს RTK, აი რასთვის რა, გვაქვს, რომ ხო, რა არის მოძრაობ, RTK? როვერით დადიხარ, მოძრაობ და აი ამ მოძრაობაში იღებ უდმივად კოორდინატებს, ხო? ლაივია ფაქტიურად რა. ფაქტურად ლაივია, ხო, კი, ეგრე არის, კი ბატონო, არის სტატიკა, არის RTK და არის კიდე მესამე ისა stop and go კინემატიკა, ესე რომ ვთქვათ, ეს კი. მოდი ამას შევეშვათ დროებით, ხო, რომ არ აი. დავუშვათ ჩვენი მსმენელი. ხო, RTK-ს რაც შეეხება, ხო, ანუ უნდა მიიღოს მესამე რაღაც წყაროდან აუცილებლად ეს კორექცია, რომ თავისთავად დააკორექტიროს და დააზუსტოს აუცილებლად და შესაბამისად, როდესაც ლაპარაკია თქვა კორს ქსელზე, ბაზიდან წამოსული მონაცემები ეს წამიერად ხდება ყველაფერი. აი აჰა. პროგრამულ უზრუნველყოფაში ხშირად ბევრ პროგრამას ყავს იქ აქ რა ეს წამიერად ციმციმებს, იქ კი, ციფრები რომ წამის მიასადებია, კი. რამდენ წამში ერთხელ მოდის ეს მონაცემი, გაცვლა რამდენ წამში ერთხელ ხდება ამ მონაცემების და შესაბამისად თუ რაღაცა შეფერხება მოხდა ან ინტერნეტის ხარვეზე არ რაღაცა იქ ცდომილება უკვე შეიძლება რაღაცა იყოს. ამიტომ არის ხოლმე რომ ხანდახან აუღია ხალხს წერტილი და იქ ცდომილებით არის. იმიტომ რომ მეორე დღეს მისულა და რაღაც სხვა კი, ინფორმაცია. ზუსტად, კი, მეც მომსვლია ბევრჯერ არ არის არის რომ რამოდენიმე მიზეზები არის სხვადასხვა. ეს ცალსახად ერთ მიზეზს ვერ იტყვი რომ აუცილებლად ეს აჰა. არის. ვერავითარ შემთხვევაში ვერ იტყვი რომ ეს ინსტრუმენტის ბრალია, ცალსახად. აჰა. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს და ასე რომ ეს უნდა იცოდეს, გამოცდილ გეოდეზისტი ამას ხედავს, ხვდება, იცის, გამოცდილება რა არის, ზუსტად ეს არის. ზუსტი კი, ბატონო. აზომვების მიღებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტი ხო არ არის რა საკმარისი, ხო? თქმა უნდა. გვასწავლიდნენ, ხო, რომ იქ გეოდეზისტის თვალიც და გონებაც აუცილებელია, იმიტომ რა თქმა რომ უნდა, მან უნდა ყურადღება არის მიხვდეს, ხო? საჭირო. ხო, კი, უნდა კი. მიხვდეს და მარტო მიხვდეს არა, იმან უნდა გადაამოწმოს და გადააზუსტოს ამიტომ ეს მონაცემები და ნუ ესეთი ისინი ამიტომაც არის და რაც შეეხება თქვა ინდივიდუალური ბაზა თუ გვიდგას ჩვენი მეორე GNSS მიბღები აჰა. და ეს უკვე რადიოთი ხდება ამ კოლექციის გადაცემა, აჰა. ბევრად უფრო სტაბილურია, ბევრად უფრო მაღალი მონაცემი მიიღება ამ შემთხვევაში, მიიღება. ერთ-ერთი იმიტომ რომ სიახლოვე ახლოს არის და ხელი შეშლილი ფაქტორი ნაკლებია, თუმცა შორმანძილებზე უკვე ვეღარ მუშაობს ვეღარ კარგად და მუშაობს. შეფერხებაც შეიძლება უფრო მეტი იყოს ნუ ამ ხო, სტატიკაზე ძირითადად მაშინ ვიყენებთ ხოლმე, როცა თქვათ მყარი წერტილის დამაგრება გვინდა, რაღაც ერთი წერტილის დამაგრება გვინდა ხოლმე და მერე ან ორი წერტილის და მერე მაქედან ქსელის აწყობა რა. ხო. ძირითადად მაგით ვიყენებთ ხოლმე. ბაზაროვერი, როდესაც აი მაგათ ინდივიდუალურ ბაზაროვერზე როცა საუბარი რადიოთი სიხშირის გავრცელებით, ხო? მაგალითად, კარგია, აი თქვათ ცარიკლდოვანი სტრუქტურა, აჰა. გატყევებულ სტრუქტურაში უფრო უკეთესად მუშაობს, თქვათ, ქალაქის პირობებში უფრო უკეთესია, მაგრამ სხვა ბევრი ცუდი ნიუანსები. ნიუანსები აქვს. ამას რა თქმა უნდა, იმიტომ ეს უნდა ატარო, წაიღო, თავის კი, აკუმულატორი უნდა სამფეხი უნდა და მთელი პროცედურებია და დიდი ამბები. ხელი შემშლელიც მეტი არ უნდა უფრო მეტი აქვს ხოლმე მაგას ვიდრე თქვა კორსის გავრცელებით ქსელს. აჰა. და მაგრამ იქ შეგვიძლია უკვე თუ ორი ერთნაირი მიმღები გვაქვს, ყველა თანავარსკვლავედი ჩავთოთ, გამიგე და კი, ანუ ბატონო. მივიღოთ GPS-ი, GLONASS-ი, GALILEO, BEIDO და უფრო მეტი შეიძლება 40-50 და სატელიტი ბევრად შეიძლება მეტი მივიღოთ და სიზუსტე გვაქვს მონაცემები და მაგ დროს, კი. თავისთავად ბევრად მეტი სიზუსტე არის და ეს კი, განსაზღვრავს კი. ხოლმე რომ უფრო კარგი სიზუსტე არის ხოლმე მაგ შემთხვევაში რა.
თუმცა ხელი შეშლილი ბევრად ცუდი აქვს და ბევრად უფრო რთულია მაგ სისტემებით მუშაობა, იმიტომ რომ უნდა ატარო როგორც ჩამოთვალეს წინა ბევრი სხვა დამატებითი კიდე დამატებით ფუნქცია. ისინი ატრიბუტები. კი ნიკოლოზ, საუბრის დასაწყისში ჩვენ თქვით, მე ვახსენე თბილისის განვითარების გეგმაში შენი მონაწილეობა და მანდ ძალიან საინტერესო არის GPS-ის ჩართულობა, თქვათ ამ სისტემის ჩართულობა რა. და როგორც ვიცი, მანდ თქვენ ჩართეთ უბრალოდ აღწერეთ შუქნიშნები, იმიტომ რომ თბილისში მე ვიცი რომ ხელოვნურ ინტელექტს მიაბეს რაღაც შუქნიშნები რა და თან GPS-ით არის ყველა აღწერილი. და ეგ როგორ არის, როგორ ხდება ეგ ანუ ცოტა რომ ხო, კი ბატონო, უფრო დავაზუსტებდი, ანუ თბილისის განვითარების გეგმას რაც შეეხება, ნამდვილად ჩვენი კომპანია მონაწილეობდა, ოღონდ ეს იყო ბევრი წლის წინ და ხო, იქ უფრო არქიტექტურული და ის გადაწყვეტილებები იყო. ხო, თქვენ ეხლა მაგალითად ჩვენ შევასრულეთ შუქნიშნების და საინფორმაციო ბოძების აღწერა, გეომორფოს ბაზაში აჰა, ფორმირება, სტრუქტურულად და ასევე დაზიანებების აღწერა. აი აქ გამოვიყენეთ ჩვენ ეს GPS სისტემა, DNS-ს მიმღებები, DNS-ის კი მიმღები. ბატონო, ხო და რა მოგეხსენებათ რომ საკმაოდ რთული არის თბილისის მასშტაბით, ხო, GPS მუშაობა არის ადგილები, სადაც არაჩვეულებრივ არის ადგილები, სადაც როგორც კი ახლოს მიდიხარ, თქვათ, არიჭერს. შეფერხებად, ხო, შეფერხებებია. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ გამოვიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგია, უკვე ამ GPS GNSS-ებში დალეგითად ლაზერული აზომა, თქვათ, აი ესეთი მიმღებებია, არ ვიცი აჰა, ლაზერი ჩანს თუ არა. კი, ჩანს. ესეთი ლაზერია, პირდაპირ ჩამონტაჟებულია მიმღებებში ლაზერი. პროგრამულ უზრუნველყოფაში პირდაპირ ააჭერ ხელს ზომავს და იმ ლაზერით მინათებულ წერტილზე გაძლევს კოორდინატს. ეს არის ძალიან დღეს მაგარი. ძალიან პოპულარული ჩვენთა საქართველოში, ძალიან ბევრი GPS იყიდება ესეთი მსგავსი და ასევე რაც თავარია, კიდევ ყველა ბოძზე და შუქნიშანზე რა თქმა უნდა ატრიბუტიკა ბევრი იყო და ჩვენ ანუ იქ ფურცლები და იმას არ ვიყენებდი და პირდაპირ ჩაშენებული პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩაშენებული GS ფუნქციონალით მოვახდინეთ ამ ყველაფრის შევსება და პირდაპირ ექსპორტი ეგრევე ხდებოდა და არა ფურცლები და მერე კიდე ოფისში რაღაცეების ხო, შეტანა. ხო. ან ბევრად გაადვილებულია დღეს ბევრად ეს გაადვილებულია ახალ სამუშაო. ტექნოლოგიების და ადრე მაგალითად იშვიათად მაგარი. ესეთ ტიპის კი. სამუშაო თუ დაგჭირდებოდა 6 თვე 7 თვე დაგჭირდებოდა ტაქიომეტრის გამოყენება და ასე შემდეგ დღეს აი მხოლოდ GPS-დაც ორ ადგილას მოგვიწია ეგ ტაქიომეტრის გამოყენება მართლა იმიტომ რომ იქ საერთოდ თეორიულად შეუძლებელი იყო რომ GPS წერტილი აგვეყო. თუმცა ანუ სადღაც თვენახევარში ორ თვეში ჩავეტიეთ პროექტში სადაც ადრე თქვა 6 თვე დაგჭირდებოდა რა აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგცა ამისი ხო და აი საშუალება. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ზუსტად სწორად მივედით და მე ვიცი რომ თქვენ დადიხართ და ხშირად ყოველ წელს ტარდება გერმანიაში ახალ ტექნოლოგიების გამოფენა, ექსპო ასე ვთქვათ, ხო? კი ბატონო. ჩვენი სფეროს ინსტრუმენტების და ახალ ტექნოლოგიების ისა ექსპო და აი მომიყევ მე მახსოვს შარშან შენ მე დამპატიჟე და ვერ მოახერხე წამოსვლა და მომიყევი მაგაზე რა ხდება და რა თემები არის ხოლმე მანდ რა ძირითადად ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ბევრი ახლა ყველას მოკითხვები ვიცი რომ ძალიან ხშირად დადიან და დადიხართ თქვენს და შენ განსაკუთრებით ვიცი იმიტომ რომ ხშირად მიზიარებ ვიდეოებს და ფოტოებს და მაგაზით რომ მომიყვე რა კი ბატონო, მოგეხსენებათ, ანუ გერმანიაში სხვადასხვა ქალაქებში ტარდება გეოდეზიის, გეოინფორმაციის და მიწისმართვის სავაჭრო გამოფენა. არის ყველაზე მასშტაბური, რაც კი რამე არის მთელ ამ სოფლიოში და წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ქალაქებში. ყველა კონფერენციას და გამოფენას ვესწრებით, კონფერენციას და უკაცრავად გამოფენას ვესწრებით. სადაც თუმცა ყველა შიგნით არის კონფერენციები ხო კიდე არის კი 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 არის კონფერენციები, ვორქშოპები მმ. და ასე შემდგომ პრეზენტაციები და უამრავი რამ ხდება შიგნით. ვინც არ არის ნამყოფი და ჩვენ სფეროშია,
მეგობრებო, უნდა მოხვდეთ იქ. აუცილებლად. უნდა მოხვდეთ ერთხელ მაინც. ხო, როგორც მეც ყველა მათ შორის ქრისტიანი ვარ, უნდა მოხვდეთ იერუსალიმში ერთხელ მაინც აეცია და მეც მათ შორის ვარ, კი, ხო და აუცილებლად. ნამდვილად სასწაული არის. წარმოიდგინეთ, რაც კი მსოფლიოში მწარმოებელი არსებობს ესეთი ძლიერი, როგორც თქვა და თქვა შეიძლება ძლიერი არ არის, მაგრამ პირველ ნაბიჯებს გამდეს, მაგრამ ნუ მჰმ. თავისი პროდუქციის გაყიდვა და წარმოჩენა უნდა თითქმის ყველა არის გამოტანილი არის ეს მოწყობილი ეს ლამაზად სტენდები და არის გამოტანილი ეს პროდუქციები და მიდის ამ პროდუქციების ნახვა და ლინკს დავდებ მე იმაში, ო აღწერაში. წელს იმართება ფრანკფურტში მჰმ. 7 დავაზუსტებ 7-10 ოქტომბერია თუ არ ვცდები 7-10 ოქტომბერია თუ არ ვცდები მაგასაც ალბათ მაგის წავდებ თქვენ ხო აღწერაში. დააზუსტებ ლიგა და თუ ვინმე სურვილი გაქვთ ფასიანია შესვა თუ ვინმე სურვილი გაქვთ უფასოდ შემიძლია ბილეთები გაიკეთოთ ჩამოგზავნით მოდით შეხვათ უფასოდ იდეალური შეთავაზება. რა ვიცი ნებისმიერმა მთხოვეთ მოიწერეთ და მზად ვარ რომ დაგეხმაროთ და ბედნიერი ვიქნებით თუ ვინმე ესე ხელშეუწყობ და რაღაცნაირად იქ მოხვდება ვის მით უმეტეს ვის ნაყოფერაა ძალიან კარგი განსაკუთრებით შეთავაზება. სტუდენტებს ხო თუ ნახავენ აი, ამ გადაწყვეტას ყველაზე მეტად სტუდენტებს, კი. ყველაფერი გააკეთონ და მოხვდნენ იქ რა, აი მაქსიმალურად ჩვენც ხელშეუწყობთ თვითონაც რაღაცას თხოვონ თავიანთ იქნება ან ინსტიტუტებს უმაღლეს სასწავლებლებს რომ იქნება მოახდინონ და ეს სტუდენტები აი, გააგზავნონ ეგ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი, სასწავლებლებზე და უნივერსიტეტებზე შემდეგ ეპიზოდში იქნება რაღაცნაირად მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეგ ძალიან დიდი თემაა და ეხლა იქაც მინდა რომ ვინც მოვა გაუწევ ხო, რეკომენდაციებს, ექსკურსიებს, როგორც უნდა რა ვიცი ჩავუტაროთ, ვაჩვენებთ, დავაკვალიანებთ სად როგორ ანაირად და მაქსიმალურად ხეს შეუწყობთ, რომ მიიღოთ და ძალიან დიდი მადლობა პირიქით ამაზე კარგი შეთავაზება არ ვიცი. ასე რომ სტუდენტებო, ახალგაზრდებო, იაქტიურეთ ძალიან დიდი შესაძლებლობებია ამ სფეროში რა. ნიკა, GPS-ები ძალიან მნიშვნელოვანია კიდე სამაშველო საქმეში, გარემოს დაცვის საქმეში და აი ამ მხრივ რა ხდება ჩვენთან საქართველოში. როგორ აქვს სიტუაცია? კი ბატონო. საერთოდ დღეს წარმოუდგენელია რაღაცა სფეროც მე მგონი არ არსებობს, სადაც უკვე ეს ტექნოლოგია არ გამოიყენებოდეს, ხო? თუმცა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გამიორდები, რომ აქ ლაპარაკია სიზუსტეებზე, ხო? ეხლა რა თქმა მაგალითად სამაშველო სამუშაოებისთვის გარემოს დაცვითი თქვა სათხეო იქნება თუ თქვა სატრანსპორტის თქვა და გადაადგილებით, ნავიგაცია. ხო? აჰა, ესეთი მაღალი სიზუსტის GPS-ები არ არის საჭირო, ხო? რა თქმა შესაბამისად უნდა. ესენი უფრო იყენებენ ხელი GPS-ებს, ტრეკერებს ეგეთ წოდებულს და ასე შემდეგ, რომელიც სიზუსტე თქვა 3 მეტრიდან იწყება. მაგრამ მაგის გარეშე წარმოუდგენელია ფუნქციონირება ამ თემების, კი, მაგრამ ნუ მაღალი სივრცის GPS-ები არ თუმცა ბაზარზე არსებობს მაღალი სივრცის GPS-ები, რატო არ აქვს მაღალი სივრცის, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა აჰა. პატარა ხო ხო, ტყეში მისაკროვი. მიდიხარ ან სადღაც მიდიხარ ან ნავით ხარ ან გემით ხარ ან რაღაცა ან მანქანაზე ხო ეს აჰა. დიდი GPS-ები და იმას ვერ ატარებ ხო უნდა იყოს ლოკალურად პატარა პატარები, კი. და ამიტომ არის რომ უფრო ესეთი და სიზუსტეც დიდად სანტიმეტრიან და მილიმეტრიან სიზუსტეები არ ჭირდებათ ხო თუმცა იქაც თუ დაჭირდა თქვა რაღაცა მაღალი სიზუსტე ხო აჰა. არსებობს ეგეთ გადაწყვეტილებებს და მაგალითად აი ესეთი ეს უკვე მთლიანად GPS-ი არის აი ო, თავისი ანტენა აქვს და საინტერესო. შეუძლია ესეც კორს მიებას და მიიღო მაღალი სივრცის GPS-ი, ხო? თავისთავად არსებობს აი მაგალითად აი ესეთი GPS-ი არის მაგალითად აი რო აჰა. ავიღოთ აი ესეც პირველად პატარა ვნახეთ ეგ. GPS-ია და ხო ეს შეძლებელია რომ მანქანაში ჩასამაგრებელია, ბოდიში ნიკა ამასთან ჩაგეწერილი. ლაზერიც არა მანქანაში არ არის ეს თვითონ შეუძლია GPS-ი ჩაიდოს და აა, წავიდეს და იმას ქონდა და
თქვათ ხელში ტელეფონი ეჭიროს მეტი არც არაფერი ამ პლანშეტი და ემასა თვითონ ლაზერიც აქვს, აი ხედავთ ხო? სხვადასხვა ეგ სამაშველო საქმისთვის, ანუ იმისთვის კარგია. სამაშველო საქმე იქნება თუ რაც იქნება, ხო, აი გიგდა სამამზოლო, ხო შეიძლება რომ ზუსტად სანტიმეტრული სიზუსტის კოორდინატის აღება უნდადეს იქ რაღაც ის იყოს ხო დავალება. და კი, აი შეიძლება ლაზერითაც ვერ წუდებოდეს თქვათ რაღაც ადგილს ლაზერით შეუძლია მიანათოს და აიღოს თქვათ წერტილი, ხო? არ ვიცი, ჩანს თუ არა კი, აქ. კი, კარგად ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია სხვაჩვენებს მწვანე ლაზერი, იმიტომ რომ ზეში და გარემო პირობებში წითელი ლაზერი ცუდად ჩანს ხოლმე, მწვანე ლაზერი ძალიან კი, მნიშვნელოვანია. ანუ შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილებები. თუ ვინმე დაჭირდება ეს მაღალი სიზუსტე, ჩვენ ვზად ვართ რომ შევთავაზოთ ძალიან და კარგი, ძალიან გადავადგინოთ. კარგი. როგორც ნებისმიერ თქვათ მე მახსოვს, კომუნიკაციული ახლა მე საქართველოში რომ მუშაობდი, ჩვენთან დავაყენეთ რა, ხ კომპანიის სახელს არ ვიტყვი, მაგრამ დააყენეს მექანიზმებზე დააყენეს GPS-ები და თქვათ მე ტრაილერებზე აყენებს ძალიან ბევრი GPS-ებს და სად მოძრაობს. გარდა იმისა, რომ თქვათ კონტროლის მექანიზმია, თქვათ რამე თუ გაუფუჭდა გზაზე, პირდაპირ მიხვალ რა ბოლოს ზუსტად იცი სად არის და მიხვალ და იმასე და უშველი ადამიანს რა. კი ბატონო, ეგ ტრეკერებს ძალიან ვაყენებს თითქმის მანქანებზე. ეს კონკრეტულად ჩვენი კომპანიის სფერო არ არის, სხვა ხო, სხვა არა, კომპანიები ვიცი, ხო. არის, მაგრამ თუმცა GPS-ები არის, ჩვეულებრივ, რომელიც ანუ ეს GPS-ები რა არის? A-კლასის GPS-ები, ასე რომ ვთქვათ, ძირითადად იღებს ხოლმე და ხოლმე სატელიტიდან მონაცემებს და აი ის პირდაპირ სიზუსტე რაც იღებს. საკმარისია, ხო, ანუ აი ეს კორექცია არ ხდება მესამე მოწყობილზე რომ მივხვდი. იღება რომ მილიმეტრ. არც ჭირდებათ არ ესეთი ჭირდება რა სიზუსტე. თქმა უნდა. კი. ხო, და იგივეა შესაბამისად თქვათ, ხო, რა საზღვაო ნავიგაციაშიც და ნუ საზღვაოს ნავიგაციაში კიდე სხვა სისტემა არის. ეგ ცალკე ამბავია. თუმცა ხო რა. ეხლა აი ხმელეთი მაგალითად რა. მაღალი ხო ხო. მაღალი სივრცის GPS-ები ჭირდებათ უკვე როდესაც ლაპარაკია თქვენი ლაპარაკეთ აგროსფეროში სადაც თქვათ აი ზუსტად. ხო ამ მანქანებზე აყენია ეს GPS სისტემები რომ თქვათ ავტომატურად იაროს საწავედეს როგორ იმასქნას რა სიმაღლე კი, დაიჭიროს და ასე დისტანციური მაღალი მართვის მანქანები რაც მაქსიმუმ არის. უკვე კი. მაღალი სივრცის GPS-ებს არის საჭირო და და საკმაოდ ადრე იყო ძალიან ძვირი ეს ტექნოლოგიები ძალიან ძვირი დღეს ძალიან გაიარდა ეს ტექნოლოგიები და საქართველოში არ არის საქართველოს დიდი ტერიტორიები არ აქვს რომ ეს თქვათ ესე გაუთავებელი ველები იყოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ისე იმდენად ხელმისაწვდომია რომ ნებისმიერ ფერმერს შეუძლია რომ ეს დააყენოს და სამშენებლო კუთხით კიდე რა თქმა უნდა ეხლა საზღვარგარეთ დღეს ალბათ წარმოუდგენელიც არის რომ ან გზის მოჭრის სამუშაოები ან ექსკავატორით ამოღების სამუშაოები მაგ სისტემების გარეშე ხორციელდებოდეს ხო კი, რა ის თქმა უნდა. კონტროლსაც აკეთებს შეცდომასაც არ უშვებს და ძალიან ბევრ ფულს ზოგავს რა თქმა უნდა. ხო, თავარი ეგ არის, რომ ძალიან ბევრ დროს და ფულს ზოგავს რა ეგ სისტემები. თავიდან შეიძლება ცოტა ძვირი დაგიჯდეს, მაგრამ დიდ დროში და დიდ პროექტებში ძალიან დიდ დროს და იმას ზოგავს ფულს რა. და მაგას ვამბობ, აღარ არის ესეთი ძვირი სისტემები, აუ, აღარ არის ძვირი. აღარ არის. ადრე იყო, ძალიან ძვირი იყო, მართლა 50000, 60-70000 დოლარები დაიჭდებოდა და დღეს საკმაოდ გაიაფებულია, ძალიან გაიაფებულია. თუ ძალიან კარგი. შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, მაგალითად, აი ხო, აი გრეიდერი ავიღოთ. გრეიდერი ავიღოთ, რაში შეიძლება დაზოგოს გრეიდერზე ამ სისტემამ, თქვა ფული, ხო? სიზუსტეები, რა თქმა უნდა. ხო, ნუ ამ სისტემის არსი რა არის, აყენებ ამ მანქანაზე და ავტომატურად უკვე იმართება ისა, ხო? ანახევრად ავტომატურად და მონაცემი უნდა შეიყვანო, ამ მანქანაში უკვე შეკავს მონაცემი და ეს თვითონ თქვა ხდება ეს კომში სადაწიოს თუ ეს რაც არის არეგულირებს იმას, კი. არეგულირებს და კლასიკურ შემთხვევაში როგორ არის, რომ გეოდეზისტი მიდის კვალავს მე წავა ეს თქვა მოჭრის მიწას მე მივა გეოდეზისტი გადაკვალავს ეთქვის აბა კიდე გაქვს მოსაჭრელი 10 სანტიმეტრი კიდე მოჭრის მე გადაკვალავს და ძმაო ცოტა მეტი მოგვერდა ეხლა მოდი დავყაროთ მე დაყრის მე მოთა ესე გავთავაზოთ მე ის გრეიდერისტი არ ვარგა მე ეს გეოდეზისტი არ ვარგა
და კონფლიქტებია როდესაც და ახლა ლაპარაკია გზების ამ თის მოჭრას და რაღაცას, ეგ წარმოიდგინეთ რამხელა ძალიან კოლოსალურ დიდი, კი, ხალხს. ყველაზე მეტად მთებში ახლა ჩვენ განსაკუთრებით ჩვენ ობიექტებზე საქართველოში რა, საქართველოს ობიექტებზე, სადაც 70-80% მთიანი რეგიონები გვაქვს და არის ფერდები, მოსაჭრელებია და უამრავი ისა მასალა და მიწა არის მოსაჭრელი, მიწის ვაკისები, ასე ვთქვათ. და ძალიან ბევრი ისინია უზუსტობები რა, აი ფერდებზე განსაკუთრებით ახლა მე ძალიან ბევრი მიმუშავია საქართველოში, მთიან რეგიონებში და ვიცი რა პრობლემებიც არის მაგაზე. რომ არის ძალიან დიდი სხვაობები, მე როცა ადებ ამ საპროექტო განივჭრილებზე, არის დიდი სხვაობები, პრობლემები იქნება მე საზდამხედველოსთან, დამკვეთთან და ასე შემდეგ რა. და მე ყველას ვურჩევ რა ამ სისტემების გამოყენებას ობიექტებზე და მართალია ეხა ცოტა რთულია ამის დანერგვა ჩვენთან, თუმცა თუ გადავალთ მაგ სისტემებზე, ძალიან კარგი იქნება. მე ერთი მეგობარი მყავს, მე მინდა ვთხოვ აი ზუსტად მაგ სისტემებზე როგორ მუშაობს და რა არის უპირატესობა მაგ სისტემების, აი მანქანა მექანიზმებზე GPS-ების დაყენების და მე მაგაზე მინდა რომ ერთი ეპიზოდი კიდე ჩავწერო მაგასთან ერთად. რა ირაკლი ფათასიასთან ერთად ძალიან კარგი ბიჭია. ახალგაზრდა გეოდეზისტია, პროფესიონალი და მინდა მეც რომ რომ მაგაზე ვისაუბრო. კარგი ხო, ბიჭია, კი, მეკითხები. კი, კი, მოგიტყობით იმას და ხო, და კიდე რა მინდა რომ ვთხოვო, ნიკა, აი ჩვენს ახალგაზრდა გეოდეზისტებს, სტუდენტებს რომ რას ურჩევდი, ხო, რას ურჩევდი რა ჩვენებს, ვინც ეხა იწყებს ნუ განსაკუთრებით ეხლა ჩვენთან ბევრი ხო, არიან რა შიც და ბევრი მწერს მეც რომ აი როგორ შეიძლება, სად შეიძლება სწავლა და ასე შემდეგ და რა ვიცი რა რას ურჩევდი შენ მაგალითად ჩვენებს ახალგაზრდა ნუ ეხლა სტუდენტებს ეხლა მე მოძღვრას და იმას მოძღვრებას ვერ დავიწყებ და ისწავლე და რაღაცებს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა ეს აა თავის გადასაწყვეტია. ერთადერთი რაც მე შემიძლია ურჩიო ეს არის რომ ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდეთ ამ აჰა სფეროში. დღეს ყველა მიცის რომ დრო არის აჩქარებული, ხო არის კატასტროფულად კი აჩქარებულია და ნამდვილად თითქმის ვერავინ ვერაფერს ვერ ვასწრებთ, ისეთი დრო არის, ხო, ისეთი ტემპები არის ცხოვრებისეული და შესაბამისად ჩვენი სფეროც ესე არის და ჩვენი კლიენტები და დამკვეთებიც ესე არის, რომ ყველაფერი უნდა გუში. კი ნამდვილად და ამიტომ ეს სტანდარტული, თქვათ, რაც არის, ხო, გეოდეზია იქნება თუ რაღაცა, ნუ რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ აუცილებელი, მაგრამ საკმაოდ ცოტათი მოძველებულია, ესე რომ ვთქვათ და აი ესეთ თანამედროვე იმაზე ვერ იმაშება. ამიტომ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს უნდა გაეცნონ, უნდა შეისწავლონ და აუცილებლად უნდა დანერგონ კი თავიანთ პრაქტიკაში. ნამდვილად სხვათა შორის ეგ იმიტომ რომ მხოლოდ საქართველოს არაერთ პრობლემა არ შეუძლებელია არის ხო უკვე რომ ესეთ მასშტაბური პროექტები როცა არის და როცა გუშინ უნდა სამუშაოები ხო აი ესეთი რაღაცა სტანდარტულად მივყვეთ და თქვა რაღაც ეს არ გამოდის აუცილებლად არის ფანტასტიკური საშუალებები არის არაჩვეულებრივი გამოგონებები ხელოვნური ინტელექტები უკვე შიგნით უკვე ბევრგან კი უკვე ჩადებულია პროგრამულ ყოფებში განსაკუთრებით და უკვე მოწყობილობებშიც არის გამოიყენება ტექნოლოგიები ერთ ტექნოლოგიაზე ვისაუბრეთ ხო ლაზერით აზომა ისეთი ძალიან ძალიან მაგარი ტექნოლოგია არის თითქოს ძალიან კი არაფერი მაგრამ ისე გაამარტივა სამუშაოები ისე დააჩქარა რომ აი ენით ვერ აღწერთ აჰა და არის მაგალითად ეხლა მომავალი აი წელს განსაკუთრებით უკვე გამოჩნდება ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ჯერ არ არის ჩავასრულოთ გაჩვენებდით უკვე გამოჩნდება ბაზარზე აუცილებლად GPS-ი და ლიდარი ერთად ლიდარული გადაწყვეტილება. ერთ სისტემაში რომელიც დადიხარ, ხო ხო, დასწაული დადიხარ, სადაც მიიღება გაქვს GPS-ი იღებს, სადაც მიიღება არა გაქვს, ლიდარულად ასკანირებ, ან ერთდროულად აკეთებ ამას და გაქვს არაჩვეულებრივი მონაცემები და სწრაფი და მასშტაბური რაც თავარია და ეს მე ვფიქრობ, რომ ეს 2-3 წელი იქნება აი მაგის ეპოქა და მაგის ერა. კი და ძალიან ბევრი ახალ რაღაცებს უნდა ველოდოთ და სხვათა შორის ეხა წინა წეგან ვახსენეთ ჩვენ გერმანიაში წელსაც აპირებ როგორც ვიცით ასვას და გამოფენაზე და ველოდებით ჩვენგან სიახლოვეს.
კი ბატონო, მოვგზავნით თქვენს თუ მოხვალთ სიამოვნებით გამიხარდება გვეცდები და ყველანაირი. ერთად გავაკეთოთ ჩართვა თუნდაც იქიდან ლაერი კი, გავაკეთოთ კარგი და იქნება. მე ალბათ მეც შეიძლება ინტერგიომდე ანუ გამოფენამდე ვეღარ მოვასრო თქვათ იმ პროდუქტის პრეზენტაცია რომელიც მალე უნდა ჩავამივიდეს Mhm. თუმცა იქიდან თქვათ გავაკეთოთ რაღაც ჩართვა და ვაჩვენოთ ხალხს კი, რამდენად კარგი იქნება, რამდენი. რამდენად წინ გარბიან და რამდენად წინ მიდის ტექნოლოგიები და აუცილებლად უნდა დავეწევდეთ ფეხი აუწყოთ ამ ტექნოლოგიებს აუცილებლად სხვანაირად არ გამოდის რა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა და ფუფუნება, კი არა და საერთოდ არ უნდა ჩამოურჩეთ რა. ჩვენ თუ ჩამოურჩით, სხვები ბევრად წინ წავლენ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ ყველას ვურჩევ კომპანიებს, ახალგაზრდებს, ვინც ახლა სწავლობს და ვინც უკვე არის ამ სფეროში ჩართული, რომ მუდმივად განახლება გააკეთონ თავისი ბევრი კითხვები პროდუქტი. დასვით მეგობრებო მოდით არ დაგზარდებით არასდროს რა ჩემზე ბევრად კომპეტენტური ხალხიც არსებობს თუ მე რაღაცაზე ვერ გაგეცით პასუხი იმ ხალხთან გადაგამისამართებთ ანუ არ გეკუროთ რომ გეტყვით რომ მე არ ვიცი და კარგად იღავ გადაგამისამართებთ აუცილებლად იმ ხალხთან და რაც შეიძლება ბევრი კითხვა დასვით რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღეთ და მაქსიმალურად ჩვენ გვერდში დაგიდგებით ყველანაირად ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ ამ დროისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მომავალ მადლობა თქვენ შეხვედრამდე გოგისთვის და იმედია რომ რაღაცა შემეცნებითი მე მგონი კაი გამოგვივიდა. საუბარი გამოგვივიდა. კი. რა ვიცი, იმედია და მოეწონება ხალხს და რა ვიცი, ძალიან ყველა დიდი მადლობა. ჩემ კოლეგებს მოვიასალმები და თუ რამე კიდე შეცდომა და უზუსტობა დაუშვით, მაგაზეც არ დაგუძრახოთ საერთოდ. მოგწერეთ კომენტარებში. კომენტარებში მოგწერთ. დიდი კარგად, მადლობა, ნიკო. კარგად გრძანდებოდეთ, ძალიან მადლობა. დიდი მადლობა.